შეუფერხებლად ჩააბარეს ამ ლევანდელი მოსავალი იყო, მართლაც აი ძალიან ქარხანა მობილიზირებულია და შეუფერხებლად მიმდინარეობს მოსავლის დაბინავება, რეალიზაცია. ხარისხიანი ყურძენი არის. ჩაბარებაზე პრობლემა არ არის. პლანოვამდე მუშაობს და ალბათ ბოლომდე ვიმუშავებთ და გადავამუშავებთ არტაჩება ქართულ გლეხს და კახელ გლეხს ყურძენი გადავამუშავებელი. ჯერჯერობით საკმაოდ აქტიური ფაზაშია მიუხედავად იმისა, რომ დასასრულს უახლოვდება თველი. ამ დრომდე ჩაბარებული ყურძნის საერთო შემოსავალმა 400 მილიონ ლარს გადააჭარბა. იქ რომ სახელმწიფოს მონაწილეობით და ეფექტიანი კოორდინაციით წელს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება, რაც მევენახეებისთვის სტაბილურობისა და ფინანსური უსაფრთხოების გარანტია. ყურძენს, რომელსაც არ ებარებდა კერძო სექტორი, იბარებდა სახელმწიფო საწარმო, რამდენიმე ლოკაციაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს სოციალური პასუხისმგებლობა და შესაბამისად არ ტოვებს ყურძენს ჩაუბარებას. ახლა მე ვნახე ვიდეო, სადაც სამთავრობო ტელევიზია აშუქებს კახეთში და რაჭაში, როგორ ჩაიბარეს ყურძენი და კერძოდ საგარეჯოს რაიონმა როგორ დააბინავა წყლის მოსავალი. ეს არის ყველაფერი ტყუილი, რასაც იქ იძახია, რომ მარნები შეუფერხებლივ მუშაობსო და იქ ვიღაცამ ძღოლი რომ ალაპარაკეს, რომ აი რიგები არ არსებობს და რაღაცა. ეს არის ტყუილი, აბსოლუტურად მოსახლეობას ატყუებენ და ყველაფერი არის პრობლემა. ეხლა მე თქვენ განახებთ ვენახს რა მდგომარეობაა და მე მიხვდებით ამის თვითღირებულება როგორია და რანაირად არის გლეხის მდგომარეობა. აი ეს არის სუფრის ყურძენი. აი ეს არის სუფრის ყურძენი. უყურეთ ეხლა ეს როგორია უკვე დაზიანებული იმის გამო, რომ ამ სუფრის ყურძენს თვითღირებულება დაეკარგა ამ რიგების გამო, რომ ვერ აბარებდნენ და დაარბევინებდნენ და წვენი გაზდიოდა, ვეღარ აკრეფავს ეს ადამიანი, ვის არის ეს ვენახი, ეს ჩაილუს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მარცვალის ცვივა და ეუბნებიან 40 თეთრს მოგცემ თუ ამაზე. ამ 40 თეთრში შედის მუშაც, ის ტრანსპორტირებას და ამას აღარ არჩება რა ამისი. სამაგიეროდ სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ ყაზახისტანიდან და იქიდან, აი ესეთი სუფრის ყურძენი ზუსტად შემოდის მაღალ ფასთან და ბაზარზე მონოპოლია უჭირავთ სხვას და ეს გლეხი, აქაური გლეხი ვერ ყიდის. გამიგეთ? აი ეს არის ტყუილი, რასაც გეუბნებიან. რეალობაში ვენახები არის დასაკრეფი, ისევ დარჩენილი აი ამის გამო, ამ პრობლემების გამო, რომ ვერ იბარებს სახელმწიფო და ვერ აქცევენ ყურადღებას.